ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო ადამიანების დახმარება, როდესაც კოუჩინგის შესახებ გავიგე როგორც პროფესიის შესახებ, მივხვდი რომ ამ ფორმით დახმარება მინდოდა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ფიქრობ განკურნება ჰოლისტურად, ანუ მთლიანობაში ადამიანის განკურნება იწყება ესე შიგნიდან. ამიტომ ეს რაღაცა გარედან ბიოქიმიურად რაღაც ესეც მნიშვნელოვანია, თუმცა მთლიანობაში რომ ადამიანი განიკურნოს, ფიქრობ რომ შიგნიდან უნდა დაიწყოს ცვლილება და ამიტომ კოუჩინგი ამაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მხარდამჭერი. ხალხს აღმოვაჩინე ეს როგორ შეიქმნა, ასე ვთქვათ, ჩემი წარმატება და მე რატომ მომინდა ამ ყველაფრის დაუშვათ გაზიარება სხვებისთვისაც. ჩვენ ეხა ხო უნიკალური პოტენციალის რეალიზების სივრცეში ვიმყოფებით საზამთროში და მე ესე გავიზარდე, რომ სულ მეუბნებოდნენ, რომ უნიკალური ვარ. და რა თქმა უნდა, ამის მიღება მიჭირდა, თუმცა ალბათ ეს წმენა, რომ მე ვარ უნიკალური, დამეხმარა ჩემი წარმატების შექმნაში. ან ჩემი თავის ისე ფორმირებაში, როგორც დღეს ვარ და მე მივხვდი, რომ რაღაც ეტაპზე, როდესაც თითქოს მიუღებლობა მქონდა ამის თუ ამის დამტკიცებას ვცდილობდი, რომ უნიკალური ვარ, მომინდა, რომ ყველა ადამიანს დავხმარებოდი იმაში, რომ დაინახოთ, რომ თვითონაც უნიკალურები არიან. და მე ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი საქმიანობა საბოლოო ჯამში ამას ეძღვნებოდა, რომ ყველა ადამიანს დაინახა, რომ თვითონ ყველა ადამიანი უნიკალურია და თვითონაც აქვს ეს უნიკალური პოტენციალი და მთავარი ვარ ამის რეალიზების სივრცე შეიქმნას. წარმატების გზაზე შეცდომები ყველაზე კარგი რამეა, რაც შეიძლება დაგემართოს და ყველაზე დიდი შეცდომა არის გაჩერება. სხვა შეცდომა წარმატების გზაზე არ არის, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ანუ ჩემი შემთხვევაში შეცდომები უფრო მეტი იყო, ვიდრე გამოსული საქმეები შეიძლება და ზოგადად მგონია, რომ რაც უფრო დიდი ადამიანის წარმატება, მით უფრო მეტი შეცდომა დგას ამ წარმატების გზაზე. ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში, ანუ წარმატებისკენ სავალ გზაზე არის გაჩერება. თუ არ გაჩერდები, აუცილებლად მიხვალ დანიშნულების წერტილამდე. რომელიც არის დანიშნულების წერტილი? ხო, დანიშნულების წერტილი ყველასთვის ძალიან ინდივიდუალურია. ზოგადად წარმატება ცოტა ძალიან ესეთი გაცვეთილი სიტყვა გახდა ბოლო დროს და ჩემთვის წარმატება საერთოდ არ არის რაღაცა გარეგანი შედეგები. თუმცა წარმატება თავისი არსით გარეგან შედეგებზე არის მიბმული, ხო? უფრო ჩემთვის წარმატება არის, როცა ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, რომელიც კარგად გამომდის და რომელთაც ვაღწევ შედეგებს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სხვა ვერავინ ვერ გააფუჭებს ჩვენ ცხოვრებას, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გავაფუჭოთ. როგორ ბევრი ძალიან კრეატიულები ვართ ადამიანები და როგორ ბევრნაირად შეგვიძლია. უფრო კითხვა ალბათ იქნებოდა, რომ რატომ ვიქცევით ასე, ხო? რატომ ვაფუჭებთ ცხოვრებას? ამაზე ძალიან ბევრი მაქვს მე თვითონ ნამუშევარი, მაგრამ ამის უკან დგას საკუთარი თავის მიუღებლობა. მე იქამდე ვაფუჭებ ჩემ ცხოვრებას, სანამ არ გამომდის საკუთარი თავის მიღება. ანუ საკუთარ თავთან ომი დგას ამ ყველაფრის უკან. და შეიძლება ეს ყველაფერი გარეგნულ შედეგებში, წარმატებაში ითარგმნებოდეს, თუმცა ეს წარმატება ძალიან ძვირი მიჩნდება, როდესაც ის საკუთარი თავის მიუღებლობაზე დგას, ანუ როდესაც საკუთარ თავთან ომით და საკუთარი თავის კრიტიკით, საკუთარი რაღაც დაძალებით და ასე შემდეგ მოდის ეს წარმატება. ამიტომ ჩვენ ვაფუჭებთ ჩვენ ცხოვრებას იქამდე, სანამ თვითცნობიერები არ გავხდებით და სანამ არ ვიქნებით გულწრფელები საკუთარ თავთან. სანამ სიმართლეს, რომელიც ჩვენ თავზე უნდა გავიგოთ, თვალს არ გავუსწორებთ. ეს ყველაზე მტკივნეული პროცესია წარმატებისკენ სავალ გზაზე, თუმცა სანამ ეს გულწრფელობა არ იქნება, სანამ საკუთარი თავის მიღება არ გამოგვივა და სანამ სიყვარულზე არ იქნება დაფუძნებული, მოკლედ, აი ეს ქცევის უკან, ჩვენი ქცევის უკან არ იდგება სიყვარული და იდგება შიში, მანამდე სულ გავაფუჭებთ რაღაცებს და მანამდე შეიძლება გარეგნულად ძალიან კარგად ჩანდეს და გამოიყურებოდეს ჩემი წარმატება, მაგრამ შიგნით მე ვიყო დანგრეული და ზოგადად ეს წარმატება, რომელიც ხვებს ძალიან მოსწონს, ძალიან ძვირი დამიჯდეს მე. ჩემი ფრაზა არის ეს, რომ დაიწყე იქიდან, სადაც ხარ, იმით რაც გაქვს და ისე როგორც შეგიძლია. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზები არის ყოველთვის ქმედებაზე. თუმცა ბოლო დროს მოვიდა ყოფნის მდგომარეობაზე უფრო ბევრი ვიმუშავე, იმიტომ რომ ქმედება არასდროს არ მიჭირდა, ქმედებაში სულ ვიყავი ისედაც და სადღაც მივხვდი, რომ გაჩერებაც მოსულა, სადღაც უნდა გაჩერდე, სადღაც უნდა მიხვდე, რომ რაც გაქვს, ის უნდა დააფასო და მიიღო. მოტივაცია თავისი არსით არის
ქმედებაზე მიბმული პროცესი. ანუ мотиваცია მოდის ქმედებაში. მე წამოწოლილი რომ ვიყო და ვფიქრობდი რომ ეხლა мотиваცია მჭირდება რომ ავდგე, мотиваცია პირიქით მუშაობს, უნდა ადგე რომ мотиваცია მოვიდეს. ანუ ქმედებაში მოდის мотиваცია შესაბამისად, ნული мотиваციის დროს არის უბრალოდ ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმა იმ დროს რაც შეგიძლია. აი ის ფრაზა რასაც მე დაიწყე იქიდან სადაც ხარ ისე როგორც შეგიძლია და იმით რაც გაქვს, ეს არის мотиваციის წყარო. უბრალოდ პატარა ნაბიჯის გადადგმა. აბსოლუტურად ნებისმიერი ახალი ნაბიჯის წინ შიში არის ძალიან ნორმალური. უბრალოდ აი ამ შიშის მიუხედავად თუ მაინც ვიმოქმედებ, მე მოხდება შიშის დაძლევა და შიში არსად არ გაქრება, უბრალოდ შიშთან ერთად მე ვისწავლი ცხოვრებას და მოძრაობას შიშთან ერთად. ეს რო აქვს ხედვართ და ადამიანი როგორც ახალობა გადავჭით შიშის დამსახურებაა, იმიტომ რომ შიშის დროს ხვადრნალინი გამოიყოფა ფეხებში სისხლს გადაისვრის და შემეძლო მილიონობით წლების წინ გავრცეულიყავი და ლომებისთვის და ვეფხვისთვის გამესწრო, რომლებიც მომსდებდნენ შესაჭმელად და გადავრჩი. შესაბამისად, შიში ძალიან რესურსული ემოციაა და ისე არ არსებობს ადამიანი, რომელიც შიშს ვერ განიცდის. ყველა ადამიანი განიცდის შიშს და გაბედული ადამიანები ისინი კი არ არიან, ვინც შიშს არ განიცდიან, არამედ ისინი, ვინც შიშის მიუხედავად მაინც მოქმედებენ. ასე რომ შიშის დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მხოლოდ შიშის მიუხედავად მაინც მოქმედება. უნდა ვთქვა, რომ კოუჩებს არ იძლევა. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც საზოგადოებას კოუჩინგის მიმართ აქვს, დამოკიდებულება არის ის, რომ რაღაცნაირად მივეჩვიეთ ამ რილსებით და რაღაცეებით, რომ კოუჩები რაღაც რჩევებს იძლევიან და ასე შემდეგ. სინამდვილეში კოუჩინგური პროცესი თავის თავში არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, რჩევის მიცემას, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თვითონ აქვს პასუხები საკუთარ კითხვებზე. და ყველა ადამიანი თვითონ არის საკუთარი ცხოვრების ექსპერტი. ამიტომ პირველი რჩევა იქნება ესეთი, რომ ყველა ადამიანმა უნდა დაიჯეროს საკუთარი თავი, საკუთარი პოტენციალის და გააცნობიეროს, რომ თვითონ არის საკუთარი ცხოვრების ექსპერტი. თვითონ აქვს აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი. თითქმის კი, ანუ რეალურად არა, სულ მეგონა რომ გარედან რომ ხედავდნენ ის ყოველთვის გადაჭარბებული იყო. ვიდრე მე შინაგანად მქონდა იმის განცდა. თუმცა და რა თქმა უნდა ისეთი პერიოდებიც მქონდა, რომ საერთოდ აღარ მჯეროდა ჩემი თავის, იმიტომ რომ მარცხიც იყო ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი და ისეთიც, რომ აი ხო ამბობენ, რომ ყველაფერი შეიძლება დაკარგო, ცოდნა არის ის, რაც სუქჩება. და მე მქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა ცოდნაც აღარ მქონდა. ანუ თუ არის ცხოვრებაში ისეთი მდგომარეობა, როცა უკიდურესად ცუდად ხარ, შეიძლება ცოდნაც, ანუ ის რაც იცი, ისიც აღარ იცოდე. გაუცნობიერებლად როცა ცხოვრობ და გაქვს შედეგები, ეს ძალიან კარგია, მარტივად, ლაღად, რაღაცები თავისთავად რომ მოგდის და შენ თვითონაც რო ვერაცნობიერებ, როგორ გამოგდის ის რაც გამოგდის. და ეს შედეგები კარგია, თუმცა ამ მდგომარეობამ მასწავლა ის, რომ უკვე ცნობიერი კომპეტენციის დონეზე გადავიდა ჩემი ცოდნა და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება. ანუ მანამდე გაუცნობიერებელი კომპეტენციებით რაღაც შედეგებს ქმნი. და ეს კი ძალიან კარგი პროცესია, მაგრამ სადღაც შეიძლება ნებისმიერ დროს აცდე გზას და სადღაც ფსკერზე დავარდე. და აი რაც უფრო სიღრმეებში ჩადიხარ, ასე ვთქვათ, ფსკერზე რაც უფრო ღრმად ჩახვალ და ფეხს დაარტყამ და იქიდან ამოხვალ, მე იქიდან უკვე იწყება გაცნობიერებული ცხოვრება. ამ მარცხმა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მასწავლა იყო ეს გაცნობიერებული ცხოვრება. მანამდე ეს ცხოვრება იყო გაუცნობიერებელი. ანუ ავტოპილოტის რეჟიმში ავტომატურად რაღაცა შედეგებამდე მივედი. კი, ბევრს ვაკეთებდი და თავისთავად არ მოსულა ქმედებებით მოვიდა. თუმცა მაინც გაუცნობიერებლად და ძალიან მარტივად. და ამ შეცდომამ მასწავლა ის, რომ უფრო გაცნობიერებული გახდა ცხოვრება. ანუ აი რასაც მამარდაშვილი აბობს ხოლმე მეორეც რო დაიბადე და ნამდვილად რა. უკვე გაცნობიერებულად ხდები, რასაც აკეთებ და რატომაც რისთვისაც აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. ხო, წარმატების სკოლა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, საიდანაც გადავწყვიტე, რომ ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, ვიცოდი და კიდევ ისის სწავლაც მინდოდა, აი ამ სივრცეში მოკლედ უნდა გაერთიანებულიყო და ეს ყოფილიყო პლატფორმა, საიდანაც ადამიანები რაღაცა საწყის აიღებდნენ და ეს მისია შეასრულა წარმატების სკოლამ, იმიტომ რომ პიროვნული განვითარების მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი დღეს საქართველოში, ვინც აკეთებს რაღაცა თავის საქმეს, გინდა ორგანიზაციებში, გინდა დამოუკიდებლად ინდივიდუალურად, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს წარმატების სკოლა ძალიან დაეხმარა, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან ბევრი არის წარმატების სკოლის კურსში დამთავრებული და ერთი პროგრამა მაინც მოგეთ ყველას აქვს გავლილი და თვითონ აღნიშნავენ, რომ იყო ერთგვარი სტარტი, იმიტომ რომ თვითონ წარმატების სკოლის მთავარი პროდუქტი, რაც არის წარმატების მენტორინგი, აი ამას ემსახურება, რომ რაღაცნაირი სწორი ინგლისური სიტყვა მაინდსეტი არ მინდა რომ ვიხმარო, მაგრამ გონების წყობა, რაღაცნაირად ისეთი
აზროვნების ესეთი სივრცე შეიქმნას ადამიანისთვის, საიდანაც იწყება რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, სწორი ნაბიჯების გადადგმა და სწორი ქმედებები და რაც თავია სწორი ცნობიერება, საიდანაც მე წარმატება გაცილებით უფრო მარტივია და მე სულ რაღაც ყველაზე დიდ, ასე ვთქვათ, კმაყოფილებას რაც მაძლევს არის ის, რომ ალბათ იმ დღიდანაც წარმატების სკოლა არსებობს, ყოველ დღე არ გათენებულა ისეთი დილა, რომ არ მომსვლოდეს მესიჯი პატარა გზავნილი მადლიერები, სადაც მეუბნებიან, რომ ვიღაცის ჩემი ცხოვრება რაღაცით გაუმჯობეს და ეს არის ძალიან დიდი мотиваცია და ეს არის ძალიან დიდი სიხარულე, იმიტომ რომ ეს უნდოდა წარმატების სკოლა, როცა იქნებოდა, რომ ყველა ადამიანს ერთი პატარა ცვლილება მოუტანოს, რომელიც მე ბიძგი იქნება მის ცხოვრებაში რაღაცა უკეთესი ცხოვრების შექმნის. ამერიკა იყო ძალიან დიდი გამოცდილება ჩემთვის, როგორი არიან ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე. რაც ყველაზე მთავარი, რაც მომიტანა ამერიკამ იყო ის, რომ ჩემი ცხოვრებაც და შემდგომ უკვე თვითონ წარმატების სკოლის პროდუქტების თუ ყველა პროდუქტი, რომელსაც ვქმნიდი, იყო სისტემური. ანუ მე მივხვდი, რომ წარმატება არ არის რაღაცა წყვეტილი ერთჯერადი პროცესი, ეს არის სისტემა, რომელიც უნდა შექმნა და რომელსაც უნდა მიყვე. ასე რომ ამერიკული გამოცდილება ჩემთვის იყო სწორი სისტემების შექმნის გამოცდილება და მე ამ სწორი სისტემების ინდივიდუალურად და ორგანიზაციად ინტეგრირება, მოკლედ ჩემ ცხოვრებაში, სხვა ადამიანების ცხოვრებაში, ორგანიზაციების ცხოვრებაში და ის რომ ეს არ არის რაღაცა სწავლა და განვითარება ერთჯერადი პროცესი, ეს არის მუდმივი რაღაცა ესეთი სისტემების შექმნა და მე ამ სისტემებში მუშაობა საკუთარ თავზე და რაღაცების სწორად კეთება. და თან აი ეს ცნობიერი ჩართულობა საკუთარ ცხოვრებაში, რომ რას ქმნი, რა არის ის, რაც სრულიადაც გინდა რომ მოიტანო, ასე ვთქვათ, შენი ცხოვრებით. რას აძლევს შენს ენერგიას ყოველდღიურად. იმიტომ რომ ჩვენ ხოს ვამბობ ხოლმე გაგვიძებიდან და დაძინებამდე მაინც რაღაცას ვაკეთებთ. და თუ ცნობიერები ვიქნებით, რას ვაკეთებთ, აი რაში ვდებ ჩემ ენერგიას და რას ხმარდება ჩემი ენერგია, მაშინ მართლა შეიძლება რომ ისეთი სამყარო შევქმნათ, სადაც მოგვეწონება ჩვენს ცხოვრება. ხო, აქ ძალიან მარტივი ფორმულაა რეალურად, ბალანსის მოდელი ქვია. ამ მოდელს მე ვიყენებ ადამიანებთან მუშაობაშიც. ეს არის ადამიანი, როგორც ოთხგანზომილებიანი, სხეული, გონება, ემოციები და ეს რაღაცა ფიქრების ვირტუალური ნაწილი, ხო, ჩვენი საზრისი თუ ღირებულებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში იცოდე, რომ ენერგიას ოთხივე ნაწილს აძლევ. ანუ ზრუნავ შენს სხეულზეც, ზრუნავ შენს გონების განვითარებაზეც და გონებაზეც, ზრუნავ შენს ემოციებზეც, რომელიც ურთიერთობების ნაწილში მუშავდება და ზრუნავ შენს ფიქრებზეც და ასე ვთქვათ, ღირებულებებზეც და ეს მორალურ ნაწილზეც, ხო? ოღონდ აქ ძალიან ყველაზე საკვანძო რაც არის, ამ მოდელში დრო არ უდრის ენერგიას. ანუ მაგალითად ეს რაც გაღვიძებიდან და დაძინებამდე რა დროც გაქვს, ის აუცილებლად 4 ნაწილად არ უნდა გაყო, რომ 4-ვე განზომილებაში იმუშავა, მაგალითად დილას შეიძლება 5 წუთი დავუთმო მადლიერების პრაქტიკას და შენი ღირებულების ნაწილი და ესეთი სულიერი თუ პიროვნული ნაწილი რაღაცა მიეცი ენერგია ესე ჩათვალო, ან რაღაცა ხარისხიანი ურთიერთობა გქონდეს შვილთან და მეგობრებთან 1 საათის განმავლობაში და ეს იყოს მოკლედ ეს აღმოჩნდეს საკმარისი შენი ემოციური ნაწილის გადამუშავებისთვის და შეიძლება მაგალითად 20 წუთი ცურვით იყო დაკავებული ან ბუნებაში ისე ირნო 20 წუთი და ეს საკმარისი აღმოჩნდეს შენი ფიზიკური სხეულისთვის. ანუ აბსოლუტურად უბრალოდ გაცნობიერებული დამოკიდებულება შენი 4-ვე განზომილების მიმართ რა, რომ გახსოვდეს რომ 4-ვე განზომილება გაქვს და 4-ვე განზომილება სჭირდება შენი ენერგია და შენი პოვო რა ენერგია ჭირდება ამ 4-ვე ნაწილს და დააბალანსო ეს, იმიტომ რომ გონებრივი მუშაობა ჩემ შემთხვევაშიც 8 საათზე მეტხანს გრძელდება ხოლმე და ფიზიკურად აღარ რჩება დროში რო გადავიყვანოთ ყველა დანარჩენი განზომილებისთვის ამდენი დრო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დრო არ უდრის ენერგიას, შეიძლება 20 წუთი და 5 წუთი საკმარისი აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ გახსოვს შენი ეს განზომილებებიც და ბალანსში ხარ, იმიტომ რომ ყველა პრობლემა და რაც ჩვენ გვაქვს ხოლმე, როგორც წესი აი ამით იწყება, რომ სადღაც ვივიწყებთ ჩვენს ემოციებს, სადღაც ვივიწყებთ ჩვენს პიროვნულ ნაწილს, სადღაც ფიზიკურ სხეულს ვივიწყებთ და მთლიანად ვართ მაგალითად გონებაში გადასულები და მე როცა რაღაც პრობლემები იწყება, გვიკვირს რომ აი საიდან წამოვიდა ეს და სინამდვილეში უბრალოდ იმიტომ რომ დაივიწყე იმ განზომილებების შესახებ და მე ვცდილობ რომ ეს განზომილებები მახსოვდეს ყოველთვის, ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის გამომდის, მქონია ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც აი ჯარისკაცული რეჟიმით ძალიან კარგად ვაკეთებდი ამას და ყველა წელს ვიცავდი, მაგრამ ნუ დღესაც უბრალოდ ამ 4-ვე განზომილების შესახებ მახსოვს და რაც უფრო კარგად მახსოვს, მით უფრო ენერგიული ვარ და მით უფრო დაბალანსებული და მით უფრო კარგი შედეგები მაქვს.
პოზიტიური ფსიქოთერაპიის უკან ჩვენ ხშირად გულისხმობთ იმას, რომ მაგალითად ემოციები გვაქვს დაყოფილი პოზიტიური და ნეგატიური ემოციებად და გონია რომ მხოლოდ პოზიტიური ემოციები უნდა ვიგრძნოთ და ეს რეალურად კატასტროფაა, იმიტომ რომ პოზიტიური აზროვნების უკან პოზიტივი არ დგას, პოზიტიური ფსიქოლოგიის უკან არ დგას პოზიტივი სიტყვა, დგას პოზიტუმი და პოზიტუმი მთლიანობას ნიშნავს. აქტუალობას ნიშნავს, რეალობას ნიშნავს. ანუ პოზიტიური აზროვნებაც და პოზიტიური ფსიქოლოგიაც გვეუბნება, რომ ჩვენ რეალობა უნდა დავინახოთ ისეთი, როგორიც ის არის, ანუ აქტუალური. არა მხოლოდ ერთი მხრიდან, მხოლოდ კარგის მხრიდან და არც რა თქმა უნდა, მხოლოდ ცუდის მხრიდან, ხო? და ზოგადად ცუდ და კარგ ემოციები არც იყოფა ცუდ და კარგ ემოციებად. ყველა ემოციას ადაპტაციური ხასიათი აქვს და ყველა ემოცია რესურსია, რომელიც მე შემიძლია რაღაცა კარგში გარდაქმნა და კარგი შედეგების შექმნაში გამოვიყენო. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ პოზიტიურ აზროვნებაზე, არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რეალობას უნდა გავექცეთ პოზიტიური აზროვნებით, ან ემოციები მხოლოდ უნდა ავირჩიოთ პოზიტიური, არც არსებობს ესეთი თავი სიმართლე რო ვთქვათ, პოზიტიური ემოციები არ არსებობს. შეიძლება რაღაცის განცდა უფრო სასიამოვნოა, მაგრამ თვითონ ემოცია, ყველა ტიპის ემოცია საჭირო და მნიშვნელოვანია და რესურსია, რომელიც ცხოვრების იმ მომენტში, გამკლავებაში გვეხმარება და უფრო ჩემთვის მუშაობს შედეგზე ორიენტირებული აზროვნება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მე თუ მაგალითად რაღაცა არასასიამოვნო ხდება ჩემს ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა დავსვა კითხვა ამის ნაცვლად რა მინდა და თუ ის მინდა, მაშინ როგორი უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ, იმიტომ რომ თუ მე რაც არ მომწონს იმის მიმართ რეაქტიული ვიქნები, ანუ სულ ვიფიქრებ იმაზე, რაც არ მომწონს, მაშინ არ მექნება რესურსი, რომ შევქმნა რაღაც უკეთესი. აი, წეღან რას ვთქვი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში რაც უნდა ხდებოდეს ჩემ ცხოვრებაში, არსებობს უკვე რაღაც, რაც მნიშვნელოვანია. იმაზე რაღაცა რო არ გამოვიდა, რაღაცა გამოვიდა. და აი რა გამოვიდა დღეს და რა მინდა ამის სანაცვლოდ, რაც არ მომწონს, ეს არის პოზიტიური აზროვნება, შედეგის დანახვა, საბოლოო შედეგის დანახვა და ჩემი დამოკიდებულების მართვა ამ პროცესში. ყველაზე ხშირად საკუთარ თავს რა კითხვას უსვავ არის ის, რომ რა დგას ჩემი ქმედების უკან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავაცნობიერო ხოლმე, რასაც ვაკეთებ, აი ამის განზრახვა რა არის. გაცნობიერებული იყოს ჩემი არჩევანი იყო. საერთოდ როცა გადაწყვეტილების მიღებაზე ვსაუბრობ, ჩვენ მგონია ხომ რომ გადაწყვეტილების მიღება ისაა, რომ აი რა ვიცი რა, რომელი სახლი ვიყიდო, ან რაღაც მსხვილი საკითხები გგონია რა, ვისთან დავიწყო ურთიერთობა, რომელი პროფესია ავირჩიო და ასე შემდეგ და რეალურად გადაწყვეტილება არის ჩემი გადაწყვეტილების მიღება არის უნარი, ჩემი ყოველწამიერი არჩევანი, რა ვთქვა და რა გავაკეთო, რამდენად მაახლოვებს სასურველ შედეგთან. ამიტომ ჩემი ყველაზე მთავარი კითხვა არის ხოლმე ყველა ჩემი სიტყვის და ყველა ჩემი ქმედების წინ, რომ აი რა დგას ამის უკან. რისთვის ვაკეთებ ამას, რა შედეგის მიღება მინდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ადამიანები ავტომატურ რეჟიმში შეიძლება შიშიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ და შიშიდან მოქმედებას არასდროს არ მოაქვს სამყაროში რამე კონსტრუქციული შედეგი და ჩემი მიზანი არის და ყოველთვის შიშიდან მოქმედება ყოველთვის სიტყვები რომელსაც წარმოთქვა და ქმედებები ამის უკან თუ შიში დგას, ანუ მე დესტრუქციის წისქვილზე ვასხამ წყალს და ჩემი მიზანი არის რომ კონსტრუქციის წისქვილზე დავასხა წყალი და ამიტომ თუ ემსახურება, ანუ რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ, რამეს თუ შეცვლის ჩემ ან სხვა ცხოვრებაში უკეთესობისკენ. ეს არის ხოლმე ეს რა ქვია, მთავარი კითხვა. ხა არ ვიცი, მე მგონი ამ წლების განმავლობაში უკვე ეს ავტომატურ რეჟიმში გადამივიდა ეს კითხვა, თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ყოველთვის სიყვარულით მოქმედებ, ალბათ მეც როგორც სხვა ადამიანები შიშიდან გამომდინარე რაღაცას ვამბობ და ვაკეთებ გარკვეული ემოციების ფონზე. საზამთრო არის ესეთი ხილი, რომელიც ყველას გვიყვარს, ესე მგონია მე მიყვარს და თან ჩემ ბავშვობასთან ასოცირდება, როგორც ესეთი ადამიანების თავშეყრის, მხიარულების, სილაღის მთავარი მიზეზი არის ხოლმე მოკლედ საზამთრო. რეალურად ყველაზე მთავარი აი რახან უნიკალური პოტენციალის რეალიზებაზე ვსაუბრობ და საზამთრო არის ეს სივრცე, სადაც ჩვენი უნიკალური ადამიანების უნიკალური პოტენციალის რეალიზება ხდება. აი ეს საზამთრო ხილი ყველაზე კარგად გამოხატავს ამას, ხო, ერთი პატარა შავი მარცვლიდან უცებ ისდება ესეთი ფერადი გემრიელი ხილი, რომელიც შიგნიდანაც ლამაზია, გარედანაც ლამაზია, ფერადია და ყველას გვიყვარს და მე ამას რომ ვაფხომე ადამიანები მეკითხებიან, რომ ესე ვაშლიც პატარა კურკიდან ისდება და რაღაც საზამთრო, მაგრამ საზამთროს კიდე ის აქვს ყველაზე მთავარი, რაც რითიც დავიწყე, რომ საზამთროს მარტო ვერ შეჭამ. საზამთროს
ჭამენ ადამიანები ერთად და ამ ერთობას მოაქვს კიდევ უფრო დამატებით ბევრი, ასე ვთქვათ, ხალისი და რეალურად სოციალური კავშირები, ემოციების გაცვლა და ერთობა. მიყვარს საზამთროს გული, იმიტომ რომ ასე ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი მინახავდნენ ხოლმე რომ დაჭრიდნენ ყველაზე ტკბილ ნაწილს და ჩვენი ასე ვთქვათ საბაზისო პროგრამა, სადაც ქვია საზამთროს გული, იმიტომ რომ სწავლის ძირი მგონია რომ წარე არ უნდა იყოს და საზამთროს გულივით ტკბილი უნდა იყოს და სწავლა და განვითარება ზოგადად უნდა ასოცირდებოდეს სილაღესთან, თავისუფლებასთან, ხალისთან და ეს უნდა იყოს რაღაცა თავგადასავალი, გემრიელი ერთობის, ასე ვთქვათ, ფიზიკური კავშირის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობით რაღაც ახალს სწავლობენ საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე და გაზიარება არის მთავარი ღირებულება ჩვენი სივრცის. და საზამთროც ეგეთია რა, უნდა გააზიარო. მთავარი კონცეფცია არის მოზარდების პროგრამები, მოზარდების განვითარება, ეს არის უსაფრთხო სივრცე, სადაც აქვს მოზარდ საკუთარი უნიკალური პოტენციალის რეალიზების საშუალება. მთავარი არის ზუსტად წეღარას ფიზიკური კონტაქტი, რომ მოზარდები მოვლენ აქ და ფიზიკურად ერთმანეთს შეხვდებიან და ერთმანეთს გაუზიარებენ და განვითარება ადამიანის სოციალური კავშირების გარეშე არ ხდება, ამიტომ აი ამ სივრცეში უსაფრთხოდ შეიძლება რომ ეს კავშირი მოხდეს და ყველა რბილი უნარი, ემოციური ინტელექტი, საკუთარი თავის გაგება, ემოციების გაგება, საკუთარი ემოციების, სხვა ადამიანების ემოციების, კრიტიკული აზროვნება, კრეატიული აზროვნება, მიზნების დასახვა, კარიერის შერჩევა, ეს ყველაფერი არის მთავარი ფოკუსი და ყველაზე მთავარი აი ეს ეგრეთ წოდებული გარდატეხის ასაკის რბილად, ასე ვთქვათ, გადავლა და თან გადავლა მოზარდებისთვის და მოზარდიდან დასრულად ფორმირების პროცესში აი ემოციური, ფსიქიკური და ფიზიკური დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, დასრულად ფორმირების პროცესში ვეხმარებით მოზარდებს და ამ პროცესში მშობლებიც არიან ჩართულები, იმიტომ რომ მშობლებსაც ძალიან გვჭირდება განვითარება. თუმცა საზამთრო არ არის მხოლოდ მოზარდებისთვის შექმნილი სივრცე, ჩვენ დასრულებთანაც მუშაობთ, მათ შორის ორგანიზაციებთან, ვისაც აი ეს რაღაცა თავისი გუნდების განვითარება არის მნიშვნელოვანი. შეუძლიათ რომ მოვიდნენ საზამთროში და თავისი განსხვავებულ სივრცეში, თავისი გუნდის განვითარებაზე იზრუნონ და ასევე დასრულების ძალიან საინტერესო პროექტები ცოტა ხანში გვექნება ესეთი თამაში. ეხლა ექსკლუზიურად გავაჟღერებ თქვენს გადაცემაში. უცნობების ოთახი, სადაც უცნობი ადამიანები მოვლენ და ერთმანეთს გაიცნობენ და საკუთარ თავსაც გაიცნობენ. აბსოლუტურად ისეთი თამაშია, რომელიც არცად ჯერ არ ჩატარებულა და ჩატარდება პირველად საზამთროს სივრცეში დასრულებისთვის. თამაში არის დაფუძნებული ინტერესის, საკუთარი თავის აღმოჩენის და სხვა ადამიანების გაცნობის კონცეფციაზე და არის აბსოლუტურად ესეთი კრეატიული, შემეცნებითი და გამოცდილებითი სოციალური ექსპერიმენტი. მოზარდებთან ურთიერთობის სწორი გზა არის ის, რომ მოზარდების კარგად გვესმოდეს სინამდვილეში რა ხდება მოზარდის ორგანიზმში, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიურად, ემოციურად, რამდენად რთულია მოზარდისთვის ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც მასში ხდება, ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკში, მას ჭირდება, ასე ვთქვათ, უჭირს საკუთარი თავის მიღება ამ პერიოდში, ჭირდება თვითდამკვიდრება, ძალიან ხშირად, რასაც მოზარდები ამბობენ, რაღაცას ვგრძნობ და არ ვიცი რას ვგრძნობ. ის გამოწვევები, რაც მათ აქვს, ჩვენთვის დასრულებისთვის შეიძლება სასაცილო ჭყირს, მაგრამ მათში იმ ემოციებს იწვევს, რა ემოციებიც ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, რთულად გასამკლავებელია მათთვის და მოკლედ ყველა როგორც ნებისმიერი ის პროცესი ესეც, ანუ მოზარდობიდან დასრულებაში გადასვლა საკმაოდ მკვნეული პროცესია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვიყოთ მხარდამჭერები მათი ამ პროცესში. როგორ ვიქცეთ მოზარდების მხარდამჭერები ამ პროცესში და აი ამ საზამთრო სივრცის მთავარი კონცეფციაც ეს იყო, გვინდოდა რომ ყოფილიყო, რომ უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ყველა ჩემს ემოციას, ყველა ჩემს ფიქრს, ყველა ჩემს იდეას, ასე ვთქვათ, და ქცევას აქვს არსებობის უფლება და მე უსაფრთხოდ შემიძლია რომ რაღაცები გამოვხატო. და ეს პრაქტიკა, ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა გადავიტანოთ ოჯახებშიც რა, სახლშიც, რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვს არაფერი არ დაემართება ფიზიკურად და რაღაც ემოციური უსაფრთხოების სივრცე უნდა არსებობდეს და წესები
ჩვენთან საზამთროში ის არის, რომ რეალურად შეცდომის დაშვების უფლებაც გაქვს რა. ეს არის მთავარი წესი, რომ შენ უნდა შეგეძლოს რაღაც. ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუ ძალიან გეშინია შეცდომის დაშვების, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია რაღაცა გავაკეთო და გამომივიდეს პირველივე ჯერზე. პირველ ჯერზე თუ რაღაც გამოდის, ესე უკვე ვიცოდი ეს და ახლის სწავლა ყოველთვის ესე ხდება, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, მერე გვეშლება, სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი სალექციო კურსი დიზაინ აზროვნებაზე და ზოგადად დიზაინ აზროვნების მთავარი კონცეფცია არის fail fast and easy. ანუ ძალიან სწრაფად უნდა შეგეშალოს რაღაცა იმისთვის, რომ ეს გამოასწორო და მარტივად უნდა შეხედო ამას რა, რომ შეგეშლება რაღაც, იმიტომ რომ აი თუ პირველი რაღაცა ის გაკეთება რომ მინდა მოდის შიში. რომ ანუ ჩემი ტვინი ეს ემოციური ტვინი მეუბნება რომ მოდი არ გააკეთო რა, აი აქ იყავი სადაც ხარ, იმიტომ რომ აქ უსაფრთხოდ ხარ და მე არ ვიცი ამას თუ გააკეთებ რა მოყვება და მე შეიძლება გადავდგა ეს ნაბიჯი და მხოლოდ როგორც აღნიშნეთ ქმედებით შეიძლება შიშის დაწლება. გადავდგა ამ ნაბიჯს და მე მოდის აუცილებლად უკავშირი. ანუ როგორ გავაკეთე ეს და როგორც წესი ეს უკავშირი არის რომ პირველად რო გავაკეთე რაღაცა როგორ შეიძლება იდეალურად გამომცლო და ანუ უარყოფითია ხოლმე უკავშირი. უარყოფითი უკავშირი ადამიანებისგან და უარყოფითი უკავშირი ასე ვთქვათ ცხოვრებისგან, იმიტომ რომ ის შედეგიც არ დადგა რაც მინდოდა, ხო? და ყველაზე რთული მოზარდისთვის არის ამ უარყოფითი უკავშირის მოსმენა. და ამიტომ იქ რო ვიყო მე მხარდამჭერი და ეს უკავშირი იყოს განმავითარებელი და არა ესეთი რაღაცა ესეთი ხო რომ კრიტიკა ხო მაშინ აუცილებლად გამოუვა მოზარდს ყველაფერი და იქ სადაც მე მას შეცდომის დაშვების უფლებას არ ვაძლევ მის ემოციებს ფილტრავ და ვეუბნები რომ არა გაქვს მოკეთ უფლება რომ ესე რაღაცა შეგეშალოს ან ეს ემოცია განიცადო და ასე შემდეგ აღარ რჩება მოკლედ სივრცე იმისთვის რომ ჩემი უნიკალური პოტენციალის რეალიზება მოვახდინო და მე სადღაც წყვეთ კავშირს საკუთარ თავთანაც და ჩემს ასე ვთქვათ პოტენციალთანაც და მოზარდების განვითარებისთვის სამი რგოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი: მოზარდი, მშობელი და მასწავლებელი. ამიტომ როცა დავიწყე მოზარდებთან მუშაობა, სამივე რგოლთან მუშაობდი მოზარდებთან, მშობლებთანაც მქონდა მშობლებისთან მუშაობა. ერთი წელი მე მგონი სრულიად მოხალისეობრივად მუშაობდი, ერთი წელი მასწავლებთან მუშაობდი მოხალისეობრივად. სამივე რგოლი თუ ჩაერთო და სამივე რგოლი თუ გახდა ცნობიერი, მაშინ ყველაფერი გამოდის და ცალ-ცალკე არც ერთი რგოლი არ არის მოკლედ ეფექტიანი. მოხალისეობრივ. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ამ კონცეფციას ვავითარებ და მგონია რომ მხოლოდ ეს გჭირდება კი არა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა გავხდეთ, განვითარებული ქვეყანა გავხდეთ რა და განვითარებული ქვეყნის აზროვნება არის ესეთი, რომ მე თუ რაღაც არ მომწონს, ვფიქრობ რა მინდა ამის ნაცვლად და ვიწყებ ამის კეთებას. არ ველოდები რომ ვიღაცა მოვა და შემიცვლის რაღაცებს, გამიუმჯობესებს და არ ველოდები რომ რაღაცა რო შეიძლება მე დავიწყებ ქმედებას. სულ ყველაზე ხშირად რასაც მეკითხებიან, მე მოკეთ მოხალისეობრივად მიმუშავია ძალიან ბევრი და ნუ ყველა იცის ახლა ვიც მიცნობს და ჩემი საქმიანობის შედეგები მოვიდა მოხალისეობრივი საქმიანობით სინამდვილეში. და სულ მეკითხებოდნენ რომ აი საიდან გრჩება ეს ამდენი ენერგია რომ მაგალითად აი განათლების პროექტები რო ახსენე ძალიან დიდი ხანი წუწუნებდი იმაზე რომ მინდა რომ საქართველოში იყოს მაღალი ცნობიერების დონე, უკეთესი განათლება და ასე შემდეგ და მე გადავწყვიტე რომ აი მე რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის რომ საქართველოში მაღალი ცნობიერების დონე იყოს და კარგი განათლების დონე იყოს და ეს პასუხები მოვიდა რა რომ წარმატების სკოლა უნდა შემექმნა და მე თვითონ მემუშავა ცნობიერების გაუმჯობესებაზე მასწავლებლების და მშობლებისთვის მოხალისეობრივი პროექტები უნდა მეკეთებინა და მე თვითონ მემუშავა მოკეთ ამათ ცნობიერებაზე და რომ მეკითხებოდნენ როგორ ასწრებ ამის ენერგია საიდან მოდის ძალიან მარტივი პასუხი იყო რომ ამაში არასდროს არ დამიხარჯავს იმაზე მეტი ენერგია ვიდრე მანამდე წუწუნში ხარჯავდი და წუწუნშიც არავინ არ მიხდიდა ფულს ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი რომ რაც არ მოგწონს იმაზე წუწულის ნაცვლად დავსვათ კითხვები რომ რა გვინდა ამის სანაცვლოდ და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი კონტროლის ზონაში რაც არის ის ვაკეთოთ და თუ ამას ვაკეთებთ უკვე ბევრი ადამიანი მაშინ რაღაცები იცვლება და განვითარებული საზოგადოება ესეთი საზოგადოებაა რომელიც გადარჩენისთვის კი არის იბრძვის მიხვდა რომ გადარჩა და თუ გადარჩა მაშინ შეუძლია რომ რაღაცები თვითონაც გააკეთოს და არ ელოდოს შესაძლებლობებს ჩემი მთავარი ის არის ხოლმე რომ საუგილი რომ შეცურე სხვაში მივედით რომ ნაპირი გამოჩნდება. რეალში ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ყოფნა. რაღაცა მეგონა რომ უბრალოდ მე და შენ ასე ვსაუბრობდით. კიდევ გაერთიანდები რეალში?
აუცილებლად. ძალიან მომწონს ჩემთვის უბრალოდ არეალი ესეთი სივრცეა, სადაც თქვენ მოკლედ შეცურეთ სხვაში და ზუსტად იცით რომ ნაპირი გამოჩნდება.